შემიძლია რომ არ აღვნიშნო რომ მუსიკა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში უდიდეს როლს ასრულებს წესი და რიგით. ჩემს ცხოვრებას უმუსიკოდ აზრი ნამდვილად არ ექნებოდა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი რომ შესასაც გიორგი. ნამდვილად მუსიკა არის ყოველთვის დღეს, ღამეს, გზაშიც და ყოველთვის. მუსიკის საერთაშორისო დღეს მუსიკის დროით შემოგვიერთდა ჩვენ ანიკე კუა თავის სტუმრებთან ერთად, დილამშვიდობის ანი. მოგესალმებით და ხელოვანო ადამიანებო მუსიკის საერთაშორისო დღეს. ძალიან ლამაზად გამოიყურებით პირველ რიგში, მინდა კომპლიმენტები გითხრათ მუსიკალურად. და ესეთი სიმბოლურიც არის მე მგონი ჩემი შემოერთება ეთერში დღეს თქვენთან ერთად, რადგან მუსიკის საერთაშორისო დღე არის და მე მოხარული ვარ. კი, ნამდვილად ხალხურ მუსიკაზე ვისაუბრებთ, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, საკმაოდ ბევრჯერ მიმოვიხილეთ მისი მნიშვნელობა ქართულ კულტურაში, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროექტის ხალხურის ირგვლივაც, თუმცა მინდოდა რომ უფრო დეტალურად განგვეხილა და ასე ვთქვათ, უფრო კარგად და ნათლად გვენახა თუ რა როლი აქვს ხალხურ ანსამბლებს ამ ყველაფერში, როგორ მოიძიებენ ხოლმე ისინი უძველეს სიმღერებს, როგორ გადასცემენ ამ საგანძურს, ახალ თაობებს და სწორედ ამიტომ მოვიწვიე სტუდიაში ჩემი მეგობრები, ანსამბლი დიდგორის წევრები და სოლისტები გიორგი ქარცივაძე და გივი აბესაძე, რომლებიც უკეთესად ისაუბრებენ ხალხური მუსიკის შესახებ, თუმცა მანამდე მინდა პატარა ინფორმაცია მოგცეთ, ასე ვთქვათ, ანსამბლი დიდგორის შესახებ, რომელიც უკვე 20 წელია რაც სცენაზე დგას, მოღვაწეობს და მის მსმენელს თავაზობს, ასე ვთქვათ, საინტერესო რეპერტუარს, როგორც საქართველოში, ისევე მის ფარგლებს გარეთ. მათ უკვე მოახერხეს, რომ 4 აუდიო ალბომიც ჩაეწერათ, რაც ძალიან კარგი მიღწევა არის ნამდვილად და მისალოცი ამბავია. ისინი 2015 წელს გახდნენ ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში წვლილი შეტანისთვის მათ აიღეს ქართული გალობის ჯილდო და სიგელი და ასევე საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ადგილის პრიზიორებიც გახდნენ. ასე რომ კარგი ტიტულების მფლობელების არიან ნამდვილად და გადავინაცვლოთ. ნამდვილად მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოდით დავიწყოთ დღეს. ჩვენს გილოცავთ. მოდით დავიწყოთ იმ ისტორიით, თუ საიდან მოვიდა იდეა გივი და სად ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი, როდის და მაინტერესებს, ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე ვინ არიან ანსამბლის წევრები. ანსამბლის წევრები ერთხელ რადიოში დამისვეს ესეთი პირდაპირ ეთერში ჩამოთვალეთ 15 წევრი და ყველა დამავიწყდა. გეტყვით რომ 15-ზე მეტი ვართ ზოგადად დიდგორელები, არ არსებობს ყოფილი დიდგორელი, ესე ვთქვათ და ჩვენ ხელმძღვანელის გარეშე ვარსებობთ უკვე რამდენი წელია და ერთობლივად, მეგობრულად, ოჯახურ გარემოში, ესე ვთქვათ, ღერით და მივიწევთ წინ, ესე ვთვლით. ჩვენი შეკრება კი მოხდა გურამ თამაზაშვილი, ყველას კარგად მომწოდებთ. საოცარი მომღერალი, მას ჰქონდა, ესე ვთქვათ, ესეთი სტუდია, სადაც შეისწავლებოდა ხალხური სიმღერები და ეს იყო ლიტერატურის მუზეუმში, სადაც არ ვიცი როგორ, მაგრამ აი მეც გიორგიც და ბევრი სხვა დღევანდელი შემადგენლობიდან მოვხვდით, შევიკრიბეთ იმ სურვილით, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. რა თქმა უნდა, მაშინ სტუდენტები გიორგი მოსწავლეები. არც ერთი არ შევსულვართ, იმიტომ რომ ამ გზას გავყოლ. ხო, ეს ჩვენი ესე ვთქვათ, პროფესიული არჩევანი არ ყოფილა, უბრალოდ იმ პერიოდში სული მღეროდა და გვინდოდა რომ გვემღერა და იქ გავიცანით ერთმანეთი და შემდეგ უკვე გალობის შესწავლა დავიწყეთ და ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე, ამ ერთობამ, ყოველდღიურობამ, თან იმ პერიოდში, როდესაც ეს დროა, როდესაც არც სოციალური ქსელია, არც სმარტფონებია, ესე ვთქვათ, არც გაჯეტებია, ეს თანამედროვე გამოწვევები. ამ ურთიერთობებმა თავისი მოვიტანა. ხალხური მუსიკის ინტერესმა. ხალხური სიმღერის ინტერესმა, გალობამ ეს ჩვენი სამეგობრო, ესე ვთქვათ, შეკრა და ესე ჩამოყალიბდა დიდგორი უკვე შემდეგ პირველი კონცერტი, მეორე და უკვე ისეთ მორევში აღმოჩნდით. უკვე 20 წელი არის სცენაზე. 23. კი ბატონო. მოკლედ, ჩემთვის საინტერესო არის რა ხას მიყვება ანსამბლი დიდგორი. აი რითი გამოირჩევა სხვა ანსამბლებისგან, იმიტომ რომ ბევრი ანსამბლი არის უკვე, ხო? ხალხური მუსიკის მიმართული. Underground folk-ი ვარ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ რაღაც პრინციპები არის, რომელსაც არ ვარღვევთ და ვცდილობთ, რომ არ დავარღვიოთ. ნუ აი როგორც ხა სუფრაზე რა თქმა უნდა ქალაქურებს ყველაფერს ღერით, მაგრამ აი სადმე კონცერტზე ან რაღაცა მაინც ვცდილობთ, რომ კონკრეტულად
ფოლკი იყოს წარმოდგენილი. ჩვენი მთავარი მიზანი ანსამბლის არის, რომ როგორც გიორგი აღნიშნა, აი მკაცრად ხალხური სიმღერა, რაც წესია ხალხური სიმღერის, როგორი ტრადიციაც არსებობდა ცხოვრებაში და ჩვენი ანსამბლის ლოზუნგიც არის სიმღერა როგორც ცხოვრების წესი და ეს ყოველდღიურობის ნაწილია, ჩვენი თავშეყრა, დღესასწაული, თუ გასაჭირი ყოველთვის თანხლებულია სიმღერით და ყოველთვის ყველაფერს სიმღერის თანხლებით ვაკეთებთ. კი ბატონო. მე როგორც ვამჩნევ, ნუ რა თქმა უნდა, ალბათ ყველა ხალხური ანსამბლის როლიც და ფუნქცია და მიზანი არის ერთი, რომ ეს კუთხური კილოკავები იყოს ხოლმე აღმოჩენილი, რაღაცა განსაკუთრებული, რაც ოჯახებში, რეგიონებში ინახება ხოლმე, ხო? აი პროცესი არის საინტერესო, აი როგორ ახერხებთ, აი რა პროცესი არის, როგორ ახერხებთ ამ ყოველფრის მოძიებას? პროცესი არის საკმაოდ რთული, ყოველთვის გეცოდინება შენც ხშირად გეუნებიან ალბათ რა უნდა სიმღერას დავჯდეთ, ვიმღეროთ, მოვილხინოთ, მაგრამ ხალხური სიმღერის უკან კიდევ ძალიან დიდი შრომა დგას, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ინდივიდუალური შემსრულებელი, სულ მცირე სამი ხმა არის საჭირო და ამ სამ ხმას ჭირდება წლობით შემღერება, გრძნობა, პატივისცემა და გამოცდილება, რომელიც გროვდება ამ შრომაში. გენერალური შეხამება და ასე. რა თქმა უნდა და ეს საარქივო მასალებთან მუშაობა მოგეხსენებათ დღეს სამწუხაროდ უკვე ეს ცოცხალი ტრადიცია თაობიდან თაობაზე გადაცემის სიმღერის გამქრალია სამწუხაროდ არც ერთი ჩვენთაგანი გიორგი კი მოდის მომღერალი ოჯახიდან თუმცა არ ქონია იმის საშუალება რომ ეს ბუნებრივად მომხდარიყო რომ აი სიტყვაზე ბაბუისგან გადმოსულიყო შვილიშვილებზე ეს სიმღერის ტრადიცია მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ დავიწყეთ მუშაობა ჩანაწერებზე და ამ ჩანაწერებით საზრდოობთ და იმ შეხვედრებით რომელიც შემორჩენილია კიდევ რეგიონში. აი ეს უნდა მეხსენებინა, იმიტომ რომ ხშირად მსმენია რომ ფაქტობრივად ესე უშუალოდ ოჯახებში ხდება ხოლმე, ნუ სტუმრობის დროსაც ხდება ხოლმე იმ ძველი სიმღერების გახსენება და აღმოჩენა, რაც რეალურად ფართო მასშტაბურად არ ვიცით ხოლმე ხომ მსმენელმა. თუ არის ხოლმე ასეთი შემთხვევები თუ გქონია. რამდენჯერ ჩვენ მქონია გასვლა რეგიონში, ან განზრახ ჩავსულ ვართ ისეთ მომღერალთან რომ შეგვესწავლა მსგავსი სიმღერა, ან მომღერალ ოჯახთან, ყოველთვის სასიამოვნოა ეს ბუნებრივი პროცესი, რომელიც ქართულ სუფრის ირგვლივ ხდება. ძალიან სასიამოვნოა. კიდევ უფრო საინტერესო რომ იმდენი რეგიონია და იმდენი ოჯახია და იმდენი ვარიანტია ერთი სიმღერის რომ ამას რა დაალევს. უდიდესი მრავალფეროვნება. გიორგი, შენთანაც მინდა კითხვით გადმოვიდე. მოდი ვისაუბროთ თქვენი უახლესი პროექტის შესახებ, ამღერებული მუზეუმი, ხო, რომელიც იმერეთში გაიმართა. ძალიან საინტერესო პროექტი იყო, მე რასაც გავეცანი, ნამდვილად მუზეუმებში ტარდებოდა ეს ხალხური მუსიკის კონცერტები და ალბათ თავისი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა ამ ყველაფერს, ახალ სიცოცხლეს იძენდა, ალბათ მაყურებლის და მსმენელის თვალით ასე ჩანს. ეს პროექტი დანიშნულების პროექტი. ეს პროექტი ალბათ არის იდეური გაგრძელება ჩვენი ალბათ ერთ-ერთი პირველი პროექტის ბაღია ჩვენი ქვეყანა, ერქვა ასე, რომლის ფარგლებში ვცდილობდით, რომ კონკრეტული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ჩაგვეტარებინა კონცერტი და შემდეგ აი გივის იდეა იყო რომ მხოლოდ ეს კონცერტისთვის არ ყოფილიყო და კიდევ რაღაც დამატებით შინაარსი შეეძინა და ესეთი იდეა დაიბადა პირველ რიგში გივის თავში და მე ჩვენც აუვით ხარი რა თქმა უნდა რომ ეს კონცერტები ჩატარებულიყო მუზეუმებში იმიტომ რომ ну აი როგორ ვერ ხსნი კარგად აი ადგილზე უფრო რაღაც სხვანაირი ემოცია არის რა რომ და გამოსწორდეს თუნდაც ეხა განგვიყოლოთ თუნდა და ჩვენ უფრო კარგად ავუცილებლად აი ხა ბოლო კონცერტებიც რომ ავიღოთ ქუთაისში გქონდა და საჩხერის რაიონის სოფელი არგვეთი ბუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში ულამაზესი გარემო და ანუ როქსი გარემო ქსიამოვნებს მსმენელი იყო აი იმერეთი ყოველთვის გამოირჩეოდა და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ისეთი რომ გარდა იმისა რომ ქსიამოვნებს მათ თამღერა პლუს პასუხისგებლობას გმატებენ რომ უფრო შემართებით იყო იმხელა ემოცია მოდიოდა ნუ იქ
შემდგომ პატივისცემებზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. სმენელის თვალთა ხედვით ალბათ ასოციაციები გიჩნდება მუზეუმში როცა ხდება ასეთი ტიპის კონცერტები. ალბათ აიგივებთ როგორი იყო ძველი საქართველო. ზუსტად ეგ მიმართულება არის და ეგ მიზანიც იყო რომ იმ ეზოებში რომელშიც შეიძლება დღეს აღარ ჟღერდეს ეს სიმღერები რომელიც აქ ტრადიციულად და ბუნებრივად სრულდებოდა ზუსტად ეს იყო მიზანი რომ ეს გაგვეცოცხლებია და ეს დაიწყო ეთნოგრაფიული მუზეუმიდან თბილისში 2 წლის წინ როდესაც ჩვენ ეს პროექტი კულტურის სამინისტროსთან ერთად და ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ერთად განვახორციელეთ და ეს ჩვენთვის იყო ახალი სიცოცხლე, ახალი ნაბიჯი იყო დიდგორისთვის, რადგან იმ ეზოებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში სადაც შეიძლება მიხვიდე და მხოლოდ სახლები დაგხვდეს, ხდებოდა ასევე ცოცხალი შესრულება ქართულ სამოში და ასე შემდეგ მოკლედ ძალიან კმაყოფილი იყო ყველა დამსწრე ზოგისთვის სიურპრიზი იყო ზოგი განზრახ მოდიოდა ამ კონცერტზე დასაწყება და მოკლედ დიდი გარდატეხა მოახდინა ამ პროექტმა და ამიტომ გავიტანეთ ახლა რეგიონებში ეს პროექტი და რომელ რეგიონში მიდიხართ იმ ხარის მუსიკა სრულდება თუ რეპერტუარი პირიქით სადაც მივდივართ ცდილობთ რომ სხვადასხვა კუთხის სხვადასხვა იმიტომ რომ იმერეთში არაჩვეულებრივი ანსამბლებია და ნამდვილად ვერ შევეჯიბრებდით იმერული სიმღერის შესრულებაში. კი, რადგან ცოტა დრო დაგვრჩა ეთერში, მოკეთ მინდა რომ ორი კითხვა მოვასწრო. ერთი ჩემთვის საინტერესოა, როდესაც საზღვრებს გარეთ გადიხართ ხოლმე, იქაური გამოცდილება და აი რა მოწონთ ძირითადად რას აქცევენ ხოლმე ყურადღებას, აი გამოკვეთილად თუ არის რაიმე ისეთი. სხვათა შორის უცხოელებთან ურთიერთობა ძალიან გზრდის, რადგან ისინი სვამენ ისეთ კითხვებს, რომელზეც ჩვენ შეიძლება საერთოდ არ დავფიქრებულ ვართ, რა თქმა უნდა და სწორედ ამ ურთიერთობისგან შემდეგ იბადება იდეები, იბადება მიმართულებები რეპერტუარზეც გავლენას ახდენს და ჩვენს საქმიანობაზე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც გასვლა უცხოეთში ასევე აქ ჩამოსულ უცხოელებთან ურთიერთობა და სწორად წარდგენა იმ ტრადიციების რომელიც ასე ძირითადად ყურადღებას ამახვილებენ ხოლმე მრავალხმიანობაზე რითიც აქტუალდებიან ქართული სიმღერის თავარი ხიბლი არა მხოლოდ მრავალხმიანობა მოგეხსენებათ ძალიან ბევრ ქვეყანაშია ყველა კონტინენტზე თითქმის უბრალოდ აქ ემატება ის რომ ამ პატარა ტერიტორიაზე რასაც საქართველო ეწოდება და ქართველები ქვია არის ჟანრობრივი მრავალფეროვნება თითქმის ყველანაირი სიმღერა არსებობს რაც კი შეიძლება ტრადიციაში ვინმეს კონდეს და ეს არის სწორედ და ეს კუთხური მრავალფეროვნება ალბათ კრიმანჭულზეც განსაკუთრებული რეაქციები ექნებათ ხოლმე კრიმანჭულზე ქართველებსაც განსაკუთრებული მოდით ბოლო კითხვისკენ წავიდეთ ვისაუბროთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველთვის სიახლეს თავაზობთ ხოლმე მსმენელს და ეს ძალიან კარგია ნამდვილად თან ისეთი წევრი ყავთ ანსამბლში გედი რომლისგანაც მე პირადად ძალიან ბევრი მაქვს ბავშვობაში ნასწავლი და ვიცი რომ მოდუნების საშუალებასაც არ აძლევთ ხოლმე ერთმანეთს და მოდი ვისაუბროთ ორი პროექტის შესახებ ვიცი რომ 7 ოქტომბერს და 7 ოქტომბერს არის ჩვენ აი უცხოელები ვახსენეთ და ყოველთვის გვიკავშირდებიან სხვადასხვა მომღერლები არ არის აუცილებელი რომ ტრადიციული მუსიკიდან იყოს ეს აი გიორგიც გაიხსენებს ალბათ რიგაში გამართულ ერთობლივ კონცერტს რიგის სახელმწიფო კაპელასთან რომელიც ჩვენთვის დაუვიწყარი მომენტი იყო და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენ სამზე და ასევე ის არიან მუსიკოსები არიან კვლევარები რომელსაც უნდათ შეხვედრა ქართულ სიმღერასთან და გაცნობა ადგილზე ესეთი მომღერალია მარი რომელიც ჩამოდის ფინეთიდან და ვეხმარებით მას რომ გავაცნოთ ქართული ტრადიციები 7 ოქტომბერს სწორედ ესეთი შეხვედრა გვექნება ეს იქნება შეხვედრა კონცერტი უშუალო სადაც ჩვენ გავაცნობთ ფინურ მუსიკას ჩვენ მსმენელს და იმედია ყველა შემოგვიერთდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში ასევე მივმგზავრებით ჩვენ ჩინეთში სადაც მონაწილეობას მივიღებთ არამატერიალური კულტურის რიგით მეორე კვირეულში საერთაშორისო კვირეულში ეს ძალიან დიდი ღონისძიებაა აქ უკვე სამთავრობო დონეზე იმართება და ჩვენ ქვეყანას წარმოადგენთ რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და ვეცდებით რომ ძალიან დასამახსოვრებელი სოლო კონცერტი გავმართოთ. წარმატებას გისურვებთ ნამდვილად და რა ვიცი მე მგონი ესეთ საინტერესო რუბრიკა გამოგვივიდა და ყველას მაყურებელს ვუსურვებ რომ უსმინონ ბევრ მუსიკას, განსაკუთრებით ხალხურ მუსიკას, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი საგანძურია, რომელიც თაობებს გადაეცემა. მადლობა შენ, ასეთ ძირფასი სტუმრებისთვის წარმატებები.